გამარჯობათ, ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით? მე ვიმყოფები ახლა ივანზე, არის მშვენიერი ამინდი. და რატომღაც მეგონა, რომ ჯერ 11 საათია, არა და უკვე 12 ხდება და ვერაფერს ვეღარ ვასწრებ, ამიტომ ძალიან უნდა ვიჩქარო. და ახლა თან მოვემზადები ექიმთან წასასვლელად, კბილის ექიმთან მივდივარ და თან გეჭორავებით, აბარაშვრებით. რა საქმიანობ? ისეთი ღია ფერის წარბები მაქვს, რომ სანამ ივანზე არ გავუვალ ხოლმე აქ ის არის. მზე უდგება უფრო, რომ ფარდებს გადმოვწევ ხოლმე, რომ არავინ არ დამინახოს და ისე ზივარ აქ ხოლმე. და მეიქაპს ვიკეთებ. წარბებს კიდე ვერსად ვერ ვხედავ გარდა ზიანი ამინდის, აი აქ რო გამოვდივარ და მზე რო არის, მაშინ ვხედავ ხოლმე მარტო. ვიღაცას ძალიან სქელი წარბები აქვს და ბევრი და მე კიდე საერთოდ არ მაქვს. ეს წარბები ტატუაჟი მაქვს და ისე კიდე ძალიან ქერათ მის წარბები მაქვს და თითქმის არ მიჩანს არაფერი, მოკლედ. ამაშიც არის რა თქმა უნდა თავისი პლუსები, როგორღაც ძალიან გამექცა დრო. და ეხლა უნდა მოვასწრო ძალიან ჩქარა. რომ მოვალ კიდე ბავშვები უნდა გავამზადო ცოტა ხანში და მერე დაბადების დღეზე მივდივარ. ჯერ არც ვიცი რას ჩავაცვევ საერთოდ, არც ერთს და არც ორივეს არ დამიგეგმია ჯერ. ვფიქრობ რამე ლამაზი პერანგები მაქვს, მილენასთვის შავი და კამილასთვის თეთრი და ალბათ მაგებს ჩავაცვევ. ოღონდ დაბლა არ ვიცი რა შეუხამო, ელასტიკები თუ რამე იუბკები, არ ვიცი, მოკლედ მოვიფიქრებ. ასეთი ამბები. ეხლა ცოტა პუდრას რო წავისმევ ხოლმე ცოტა ადამიანს ვემსგავსები. თბებიც უნდა გავიშრო, გავისწორო და გავიქცევი ბარემ. იმედია კარგად გამიკეთებს. იმ დღეს რო გამიკეთა დროებითი ბჟენი არ მткиვა მაინც, თორე მანამდე ისე მткиოდა, რომ აი უჟასი იყო პირდაპირ. ეზოში მეზობლები როგორც ყოველთვის ისევ რაღაცას მუშაობენ, რაღაცას ჭრიან. მოკლედ სულ ამ მეტალის ჭრის ხმა არის გარეთ. თან შაბათ-კვირას ხომ მით უმეტესად, როცა ეს კაცი არ მუშაობს, სულ ხმაურია გარეთ. მაგრამ შიგნით ეხლა ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ბებოები ტელევიზორს უყურებენ და თან შეუშლი, თან ხმაურია, ბავშვებიც დარბიან და მოკლედ რა ვიცი. ეს ეხლა რამე წენები წავისვათ, თვალის ჩრდილი. ვაიმე ვერა და ვერ ვისწავლეს თვალის ჩრდილი. ხოდე, მოდი თუ გინდა. ვერ დაინახავდი რა გავიკეთებდი. აბა მაჩვენე მოდიო. ტელეფონში ვნახე და აი. მოიცადე, ვნახოთ, მოიცადე. ბოდიშით, აბა. აბა მოტრიალდი აქეთ, აქეთ. ვაიმე რა ლამაზი გაიკეთა. შეთვითონ ქენი ეს ყველაფერი? ტელეფონში ვნახე. ვაიმე, როგორი ყოჩაღი ბავშვი ხარ და. ყველაფერს სწორად გავაკეთე და თვითონ თავდებოდა. ყოჩაღ დედიკო, ძალიან კარგი ბავშვი ხარ. კბილები ხო გაიხეხე? შემიძლია სულ გავიკეთო ესეთი, ისე არ მიშლის. კბილები ხო გაიხეხე? ხო, დილიდან კი. თვალები დაიბანე? კი. ყოჩაღ. ცხვირიც. აი რა მაგარი ბავშვი ხარ.
გუშინ დაგვაგვიანდა მილენას გაკვეთილზე. არა უშავსდე. არა და მითხრა რომ ჩატში დავწერეო და ჩატში არ ვიყავი მე დამატებული. და მე ვთხოვე დამამატეთ მეთქი დამამატა. მე მაშინ რვეულზე დამიწერა რვეულის ყდაზე რომ 3:30-ზე იწყებაო 3-ის მაგივრათო და მე ჩატშიც ვიღაცა მიკითხა ხო ისე იწყებაო და კიო. ანუ არაფერი ხო არ შეცვლილაო და არა არ შეიცვალაო და მოკლედ ისევ დამავიცდა რომ 3:30-ზე იყო და ისევ 3-ზე მოვიყვანება უკვე მეორეჯერ ღმერთო ჩემო. იმედი აღარ დამავიწყდება და სწორად მოვიყვან ხოლმე თორემ უკვე ცოტა არ იყოს სირცხვილი ამ ხელა დაგვიანება. დღეს ვინ უნდა წაიყვანოს? დღეს ქეთინო წაიყვანს. ხო. დღეს ქეთინო წაიყვანს მილენას და კამილა ცოტა ხანი სახში დარჩება ხო დარჩებიდე? აბა რა უქნა დედიკო დღეს ეზოში? ვერ გაგიყვან ეზოში დღეს. მე ვერ გაგიყვან და ქეთინო კიდე მარტო იმის გამო რომ წადიმოდი ვერ წაგიყვანს ხო იცი მაინც უძნელდება ქეთინოს ამ ხელა გზაზე სიარული. იცის მილენას და თუ არ იცის მილენა მაჩვენოს ანუ იცის მაგრამ დედიკო ვერ წაგიყვანს უბრალოდ მაგიტო რომ წაგიყვანოს და მოგიყვანოს. წადი აბა უთხარი მეც წამიყვანო მე მილენას მოსაყვანათო ოღონდ ცოტა ხანი გვასეირნეო აბა რას გეტყვის? არა უბრალოდ მინდოდა ეგოში ვიყოთ კი ესე ნობა არ გვინდა. აბა რა უბრალოდ წავიდე და მოვიდე 2 წამში წახვალ და მოხვალ. აბა რისთვის გამიდიხარ მაშინ იჯექი აქ აივანზე და აქ ითამაშენა მე ჰაერზე მაინც იქნები. დღეს ძალიან კარგია მინდია მაგრამ ვერ წაგიყვან ეზოში რა ვქნათ. ხვალ გასეირნებ დედიკო ვაღის მერე კარგი? ბევრი ხანი. ჰა? აბა იმიტომ რომ დღეს საქმეები მოკპირის ექიმთან მივიდივარ დედიკო. მე დაბადების დღეზე ხო? მე ხო უნდა მოგამზადო. და დაბადების დღეს მე რაღა მე უკვე გვიანი იქნება თან. არ ვიცი ჯერ რა ჩავიცოთ საერთოდ ხო უნდა მოვამზადოთ ან და მოდი გაჩვენო. კაბა. მოიცადე კაბა არ ამგონია დღეს. აბა რომელი კაბა რომელს ფიქრობ? ის კაბა მაგათა ქვია ჯვარად გომიკეთე ჩავიწოშე. თეთრი? მოკლემკლავიანია დედა. მაშინ ის ვარდისფერი. ეგეც მოკლემკლავიანია. რომელი? ეგ უფრო გაზაფხულზე უფრო სითბო რო იქნება ზაფხულში. მაშინ რა ვიცი კიდე ძალიან სადღესასწაულოა. ეგ დიდი გექნება მე მგონი ჯერ ნაცრისფერი. არა ერთხელ ჩავიწვი. ნაცრისფერი კარგაში. ჩაიცმე მაგ კაბას ვითომ? ხო. მე შევხედოთ კარგი? რაღაცა ნაცრისფერი კაბა აქვს. უფრო სწორედ მილენასი იყო და მე ხა კამილას ზომა გახდა და მაგი უნდა რა ვიცი, მაგრამ ვფიქრობ რომ მაგი ცოტა დიდი ექნება, მოკლედ მე ჩავიცმევ და ვნახოთ, ხო? ხო. ნატომ გუშინ გამოგიგზავნა ვოისი და გითხრა მეც ძალიან მიყვარხაროდე. და ელზა ბაბუსაც ვაჩვენებო თქვენს ვიდეოსო, ჩვენ რო გავგზავნეთ გუშინ რო უთხარით რომ მიყვარხარო. ნელო, კინოგო პირი მიარტყი. ნაბა კარგია რო არ შეგეშინდა დედიკო, თოლი მე უფლესი მესინდა. მე რა კარგია მინდებია, რა კარგი შემოდგომა გვაქვს. ოდა შემოდგომი ზეიმითანაც სურათებით გადავიღეთ. სურათებსაც მალე მოგცემენ და ვაჩვენოთ ხო ყველას? და როდის? არ ვიცი და შეიძლება ერთ კვირაში, არა ხვალ ვერაჯერ არა მგონია. სადღაც ერთი კვირა უნდა ხოლმე მაინც. და მილენა სკოლაში როდის მისცეს? უფრო ბევრი ხანი? მილენასაც ეს სკოლაში მისცეს უფრო გვიანი, იმიტომ რომ ავად იყო ის ფოტოგრაფი. და ვერ მოდიოდა? აბა უთხარი თეთინოს თუ გასეირნებს წაგიყვანოს მაშინ. უთხარი მე.
წამიყვანო მილენას მოსაყვანად რო წახვალო. უკან რო წამოიყვანო, მეც წამიყვანევ და ცოტა გვასეირნევ, აბა რას გეტყვის. არა მგონია, იმიტომ რომ ლენა ბებოს უყურებს ხოლმე. და არა მგონია მაგის ძალა კონდეს საერთოდ, არ ვიცი. მოკლედ ვნახოთ, აბა რას ეტყვის. აი უბნება, აბა ვნახოთ რას ეტყვის. გონია ან დაეზარება, ან ვერ წაიყვანს, იმიტომ რომ მართლაც ამდენი ხანი ეზოში ბავშვებთან ვერ შეძლებს. აბა რა გინდა წაყვანა და მოყვანა უბრალოდ. რა ვიცი, გინდა უბრალოდ წასვლა და მოსვლა? ნუ კაია. რაც გინდა. სეირნობა კარგი იქნებოდა, რატო არაო და სეირნობა? ბებო. ლენა ბებოს უნდა ვაჭამო? არ ვიცი. ხო, ალბათ მაგიტო. კაი არა უშავს, ხვალ გასეირნებ ძალიან ბევრს ხო? ეხლაც რო ყოფილიყო დრო კიდე გასეირნებდი, მაგრამ მე ვეღარაფერს ვეღარ მოვასწრებ. ლეცნებით არ წავიდე. თუ წავიდე მე დაბა. არა, ეგრე არა. კალიკი, მე გაგიკეთებ უფრო. დაგიწნიან ლამაზად დაგიწნი. ორი ნაწნავს გაგიკეთებ. როგორ მინდა ძალიან მაინც გოვი. აი ორი ნაწნავი რო ვაკეთებ ხოლმე ეგრე და ეგრე. შენ ვიკეთებდი ბანტი. შენ ვერ გააკეთებ ისე როგორც მე ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ცოტა ხანში. აი იცი როგორ მინდა და ჯერ გითხრა. თუ იმეცადინებ ბევრჯერ თუ გააკეთებ, მერე გამოგივა. ჯერ მინდა და ბანტი გავიკეთო რაღაცნაირი. ასე დავინახე ტელეფონში და ბანტი მინდა და გამოკეთებინა, მაგრამ ვერ ვაკეთებდი. პატარა თმები მქონდა. არა უშევ და გაგესტებ. აი დე უნდა ჭამოყველი, რძე უნდა დალიო, ხო გითხრა იქ. რა, გუშინ ხო შევტამე. ლიანი ორი ნაჭერი ყველი. ხო, მაგრამ პაციები იყო და სხვა დროსაც უნდა შეჭამო, მარტო ერთხელ კი არა, კარგი? შევთანხმდით? კიდე ერთხელ ხო შევჭამე ერთი ნაჭერი. ხო და ეს უნდა იყოს ხშირად, ერთხელ და ორჯერ კი არა, ხშირად უნდა ჭამო. ხო, დედასი ოქლო. და რძესაც მაშინ დავვლევ. კი, რძეც უნდა დალიო ხოლმე, აბა რა. მაშინ ახლა მომერძე. დაგისხა? დალევ მართლა? დაგისხა. ოնդრო ვიცი ისე ცოტა დამის. ცოტას დაგისხა ხო? ისე მაინც ხო არ მოიცადე. მაინც უნდა გაკომნება. მე ისე მაინც არ მიყვარს. როგორ მოგეწონათ ჩვენი გუშინდელი საჩუქარი რო ვიყიდეთ? აბა გითხარით. მე მგონი კარგი საჩუქარია 7 წლის გოგოსთვის. ხო. იმიტომ რომ მანქან ასე უნდა დადგა თუ აი მეტი ეხლა რა ვიცი რა უნდა აჩუქო. ბავშვს რომელსაც მაინც დეოთ კუთხევდები სადაც არის. ისე არ იცნობ როგორც შენს შვილს და ხო. თუ ასე. არა. აი ასე. უბრალოდ ხო. რომელსაც ისე არ იცნობ როგორც შენს შვილს და მაინც გემოვნება რო არის თავიდან ბოლომდე კარგად. ვერ გაიგებ, ამიტომ მე მგონი კარგი საჩუქარია. აი ახლა მარტო რუმიანა გადამრჩა და წავალ ახლა. თმებს გავიშრობ და გავისწორებ და უცებ უნდა გავემზადო. მოკლედ დღეს მისაცემი ფულიღა 40 ლარიღა დამრჩა და მივცემ იმედია მეტი აღარ იქნება, იმიტომ რომ მართლაც უფრო მეტი გამომივიდა ვიდრე მეგონა. მანამდე თუ 40-50 მართმევდა შარშან. ეხლა მითხრა 100-ო, მაგრამ შენთვისო 80-ო, იმიტომ რომ დიდი ხნის კლიენტი ხარო, ძალიან მერიდებაო, მაგრამო ისეთი ფასებიაო ეხლა რომ სასწაული ხდებაო. მეთქი კაი არა უშავს თქო, მაგრამ მართლა არ მოველოდი ამხელა თანხას. ასეთი ამბები შემოკარგებო, აი თითქოს მოვჩი უკვე. ეხათმებს გავიშრობ და დავემსგავსები ნორმალურ ადამიანს. მოკლედ, მადლობა რომ გვიყურებთ, დაგვილაიქეთ, დაგვიკომენტარეთ.
გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი დროებით, მიყვარხართ.